როდესაც ჩვენ მრავალი წელია ქრისტიანულად ცხოვრობთ და ვერ მივდივართ წინ უნდა რა თქმა უნდა კითხვა დავსვათ თუ რატო ხდება ეს მრავალი მიზეზია ამის აი მაგალითად ახლა მე თქვათ ამ თემებზე არ გესაუბრებით ალბათ ძალიანად ჩვენ ტაძარში თუ სამაღლების ტაძარში იმიტომ რომ რაღაცა საერთო სენი გახდა რომელიც არა მარტო ჩვენი ტაძრის სენი არამედ მთელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სენი არის და ჩვენ ძალიან გავაუბრალოთ ყველაფერი და საიდუმლოებანი არ მათ შორის სინანულისა ან იგი ასარებისა და ზიარებისა ეს ყველაფერი იმდენად გაუბრალებულია ჩვენთვის რომ შედეგი სამწუხაროდ არ არის მაგალითად ადამიანი ასარებაში ამბობს შევწოდი ამ პარტავნებით ეს არცობრივად არასწორია ადამიანი რომელიც ეს ამბობს შევწოდი ამ გასაგებია აგრობრივად გასაგი ჯერ ერთი ეს იმდენად ტრაფარეტული გახდა რომ უკვე სასაცილოს კი არის ამ პარტავნები ვინ არის ამ პარტავნები ვინ კი ეგეთი გამონაკლისებიც არის ამასინადაც იყო ეს მგრეული წელი დიდი ხანი არა მე ამაკი არა ვარ მაგრამ ისევ წერ ახლა იმიტომ რომ რა ვიცი საჭიროა ნუ წარმოგიდგენთ ეს რა საშინელებაა საერთოდ მე ვუხსნი რომ ადამიანის სიამაყის გარეშე საერთოდ არ არსებობს ადამიანის სიამაყის გარეშე შეიძლება რომ დაიბადო თავი თირკმელი არ ქონდეს და გული მარჯვენა მხარეს ქონდეს და რაღაცა კიდე აქ ქონდეს მაგრამ აჭვინი შეიძლება არ ქონდეს ადამიანს მაგრამ აი როგორ იყო რაღაცა გვაკლებს უნდა ანატომიურად მაგრამ ამ პარციამაყი არ ქონდეს ეგეთი ადამიანი არ არსებობს ადამიანი წლების ეკლესიურად ცხოვრობს და ამას ვერ ხედავს ეს უბედურება ადამიანი ამბობს ამ პარტავნებით კი არ ცოდა მე ვარ ამ პარტავანი და ვლინდება ამაზე ამ საქმეში ეს უნდა ითქვას თორე თუ ეს არაფერ საქმეში არ ვლინდება მაშინ გასაგებია მაგრამ შეიძლება არ გითქვას იმიტომ რომ იგულისხმებოდეს ვარ ამ პარტავანი ვარ აღარ მინდა ჩაბოთოლო რა ვარ ახალ გამომდინარე კარგად ვიცი რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ ჩვენი სინანული როგორც მოსვა უნდა გავაცოცხლოთ ის სინანული საიდუმლოება უნდა გავაცოცხლოთ თორე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგავთ იმ ღვთისას ლოცვაზე მრავალგეს გითხოვს სანამ თქვენი ლოცვები არ გაცოცხლდება სანამ არ ისწავლით გონებით გულში დგომას რომლის გასაღები იესოს ლოცვა არაფერი არ გამოგივა აბსოლუტურად არაფერი თუ გინდა ყოველ დღე ზიარებო მე რა შეიძლება ზიარების შემდგომ პერიოდი არ უთხილები ჩვენ ზიარების შემდგომ პერიოდს ტაძრიდან გასულები ისრამ სულ კარგავთ ამ მარლი ძალიან ფაქიზია ცოცხალი ღმერთია ხალხო და იოტისოდენა ან მრიცხანება ან რაღაცა ეს აპარტამული გამოვლინება ან რაღაც არაწმინდება ყველაფერს სამწოდას თავი დავანებოთ ზედმეტი ლაქლაქი და ლაპარაკი დამთავრებულია მადლი არ როგორ გაჩერდება წარმოგიდგენიათ აი როგორ შეიძლება შენ გულში იყოს ღმერთი როცა შენი გული უაზრობისკენ და უსმიდურობისაკენ არის მიდრეკილი და იისრაფის ამიტომ როცა ვეზიარებით ჩვენ უნდა გაუთხილდეს და ძალიან ძლიერად უნდა იყოს ჩვენში ამ დროს ლოცვა თქვათ იესოს ლოცვა რამე მოკლე ლოცვა იესოს ლოცვა ყველაფერს საყრელი ამ რომ არ დაუშვათ რაიმე უსმიდურობა ჩვენს გულს თორე განგვეშორება და პასუხს ვაგებთ ჩვენ არ დაგვავიწყდეს საიდუმლო სერობაზე როდის შევიდა ეშმაკი იუდაში როცა ეზიარა მრავალი ჩვენთაგანი მრავალი სასულიერო პირი მათ შორის და მრავალი ერთ ადამიანი რო ეზიარება სწორედ მაშინ ეშმაკი შედის ანუ ფაქტობრივად ადამიანს გონია თავისი უგუნურობით რომ ღმერთს ეზიარება და ქრისტეს ხორცს და სისხლთან მიახლებით ის ეშმაკს ეზიარება იუდასავი არასწორი მდგომარეობის გამო ამიტომ პავლე მოციქული გვაფრთხილებს გამოიცადეთ საკუთარი თავი ჩვენ ძალიან ხშირად მე მრავალი ჩვენთაგანი ეხლა ცოტანი ხარ და კიდე დიტადას პასუხისგებელი ღვთის წინაშე მე არა ვარ მრავალი ჩვენთაგანის გამო მრავალი ჩვენთაგანი თქვენი პასუხისგებლობით ეზიარებით იმიტომ რომ მე არავითარ შემთხვევაში არ ავიდე პასუხისგებლობას თავს ჩემ თავზე ცოტათი მაინც მრავალი ჩვენთაგანის გამო იმიტომ რომ მე არ ვიცი თქვენ შიგნით რა ხდება თქვენ არ მადლებთ მე ამის საშუალებით თქვენ არ მადლებთ რომ როგორმე ერთად ჯერ მე სად მივდივარ კიდე საკითხავია თქვენ გადასაწყვეტია მივდივარ ქრისტესთან ეკავიდეთ ერთად
თქვენ ამასაც უნდა ხდებოდეთ, მე მივდივარ თუ არ მივდივარ. და თუ მივდივარ, მაშინ ერთად წავიდეთ. მე თქვა მოწყვილებული ვარ და მგონია მივდივარ. ან მართლა მივდივარ. თუ თვლით რომ მივდივარ, მაშინ გამოვყევი და თუ თვლით რომ არ მივდივარ, მაშინ თავი დამანებდეთ. და თუ თვლით რომ მივდივარ, მაშინ დამიჯერეთ. სხვა შესაძლებლობა არ არსებობს, იმიტომ რომ აი გუში მაგალითად დღე ასწორებელი მქონდა. ხელი დღის განმავლობაში. ეს აი დღე ეხლა ცუდად ვარ. სახში ხარ რომ მივდივარ, მარტო ვზივარ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და ერთ-ერთი მიზეზი, გასაგებია ადამიანების უარყოფითი ყველაფერი ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ის რა არის, როცა დღეს ანგრევს აღსარების მიზეზი. როცა აღსარებლის სული ჯიუტობს და ვრავითარ შემთხვევაში არ მაქვს ეს წინ გაიგებს. და ფაქტობრივად ეს იგივეა ბეტონის კედელს თავი უარესია კიდევ, იმიტომ თავი გეტკინება. და რაღაცა სულით ეჯახები რაღაცა. ზოგს კიდე ისეთი სულიერი მდგომარეობა აქეთ გიძურება და სულში შემოდის პირდაპირ. მე არ ვიცი ეს ფენომენია, ხშირად ვფიქრობ ამაზე და ვკითხები ადამიანებს. ხანდახან შემოვა ადამიანი, შეიძლება ეს 5 წუთი არქი იყოს შემოსული. და იმდენად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემთვის, რომ მე უკვე რამდენიმე საათი აღარ ვარ. ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით ხდება, ხალხო ადამიანი მარტო ხორცი რო იყოს, ესეთი მარტივი იქნება. მაგრამ ადამიანს აქვს უკვდავი სული. უკვდავი სულის თავისი პიროვნული გადაწყვეტილება ჯერ დაცემული ხომ არის, მე პიროვნული გადაწყვეტილების გამო თავისი არჩევანი აქვს. და ამ არჩევანის გამო შეიძლება ის მიდრეკილი იყოს დემონის მსგავსებისათვის. აქედან გამომდინარე, მას შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა სხვა ადამიანთა ურთიერთობაში, იმიტომ რომ გველი ხო სულს ხსნის თვითონაც, რომ რაღაცნაირად მასთან ერთობა გქონდეს. მოკლედ, მე თქვა მინდა, რომ უნდა ჩაუღმო გავაცნობიეროთ, რატო ვარ, ისთვის ვარ. სიამაყე ისეთი სენია. ისეთი სენია, როცა ვეღარ შენ დაინახავ შენში და ვეღარ მე დავინახავ. იცოდე რომ შენში ძალიან ძლიერ მაინც არსებობს, მას შეუძლია ვიღაბი გაიკეთოს სიმდაბლისი. ის ყოველთვის არის ჩვენთან და სულ ყოველთვის საძიებელია ჩვენგანი და არასოდეს არ უნდა ისე იგი შენი ყურადღების მიღმა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ისეთი ზარყულ ფორმებს და ნიუანსებს ავლენს. და მოწყვლი გიხარით, მრავალი თქვენთაგანი იმის გამო საკუთარ თავს არ გამოიკვლევთ. მოწყვლისგან მრავალი თქვენთაგანი არის დავად და მრავალი წლანა. კონკრეტულად იგი გულისხმობა სიკვდილი. არ მიცვალებულების ყვანა. სასიკვდილია. ცოდვა არის და ამიტომ საშიშია. მრავალი ჩვენთაგანისათვის როცა ზიარებას მივახლებთ. მე ხშირად ვიცით ჩემი დამოკიდებულება. მე ვუბრალოდ ჩემამდე არ დადის იმ მოძღვრების დამოკიდებულება, რომლებიც თავის მრევლს იშვიათად აზიარებენ. მე ვერ ხვდები იქ რა ხდება, ესეთ მოძღვარში შიგნით რა ხდება, ამასაც ვერ ხვდები. მაგრამ მეორედ ადამიანი, რომელიც ხშირად ეზიარება, ეს რამე გარანტია კი არა. ეს მეტი პასუხისმგებლობა. უბრალოდ როცა ადამიანი ეუბნება, რომ იშვიათად ეზიარებს, თითქოს თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რომ აი რაღაც წელიწადში 4-ჯერ მოემზადო დავაკვირდე და მერე და დანარჩენს უნდა ის უქმნია. ეგ რა გამოსავალია. ეგ საერთოდ არ არის გამოსავალი. ხელები დაგვიბანია ესე გამოდის, მაგრამ როდესაც მე მინდა რომ ხშირად ეზიარო, პასუხისმგებლობა მე უკვე მეშინია პასუხისმგებლობისათვის. იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად თქვენ ხართ მზა ყოველთვის იმისათვის რომ ქრისტესთან იყო. ანუ ხშირი ზიარება ნიშნავს რომ თქვენ მუდამ საკუთარ თავზე მუშაობ, მუდამ ცდილობთ რომ ქრისტესთან იყოთ. არის ეს მუდამ თუ არ არის? არ ვიცი. ეს თქვენ უნდა იცოდეთ. ადამიანის გულის შესახებ არავინ იცის გარდა ღმერთისა და თავად ამ ადამიანის. მიარწევით თქვენთაგანის გული არ ვიცი. ის რაღაც პრეტენზიები გვაქვს რომ ადამიანს ვერტი შეხედა და გაიცნო ადამიანი როგორია, სულ სიყალბია. რაღაცა ფსიქოტიპი შეიძლება დაახლოებით წარმოიდგინო როგორია, მაგრამ სიღრმეში იმას სულში რა, ეს ეშმაკმაც კი არ იცის. არათუ ადამიანმა და გამოცდილმა ფსიქოლოგმა და გამოცდილმა მოძღვარმა და არავინ ეშმაკმა არ იცის, ეს არის ქრისტიანული სწავლება. შენ შარიცი, შენ რომ გაიგო დიდი შრომა ხდება შენ შიგნით რა. შენ ცნობიერით მოქმედებ და ცოტათი ცნობიერით დიდი ნიშნებია, უამრავი რამდენიმე ათეული. და რაც მეტად გაიგებ, მით მეტად გაქვს შანსი გადარჩენის, შესაძლებლობა გადარჩენის. იმიტომ რომ რაც მეტად ჩახვალ შენ ცნობიერში, რომელიც ეჯახეთის უსკოლემ და ჩადის იქიდან შეგაყადებ უფალო, შემითხარ და უფალი ჩამოვა და შეგიწყალე. თუ არა და მოხიბლულ მდგომარეობაში ვარ, დაბახიბლი რა არის სხვა თუ არ გარდა ის რომ აი გონია რომ რაღაც კარგი ვინმექა.
არა ვარ კარგი ვინმე, არა ვარ, იმიტომ რომ ზიარებით ლოცვა გვიჭირს, საკუთარი თავიდან ახალ გვიჭირს, ღმერთთან ურთიერთობა გვიჭირს, გამასოფლის ფაქტურს ვერ უკლავდებით, განსახელებით წნეხავს და ასე შემდეგ, ღმერთს ვერ ბრძნობთ გულში, როგორც ცოცხალ, თეთრ წყაროს. ჩვენ გარშემო ცხოვრება სამ ადამიანები არ იცვლებიან. თუმცა მასწავლიან წინამალები შენ თუ ცხონდი შენ თუ ესე იგი ამ გზაზე გახარ შენ გარშემო ერთი გახდეს ქრისტიანი მეორე მესამე ანუ რაღაც გარემო უნდა შეიცვალოს შენ გარშემო არ ხდება ესე თაშია საქმე ესე იგი რაღაც ვერ ვაკეთებ მე სწორედ ამიტომ ვეცადოთ რომ სწორედ მე იცით ჩემი დამოკიდებულება თქვა იგივე არ ვერიდები ხომ იგივე ეკლესიაში წახდება ამასინათაც თქვა ვისაუბრებ პირას ჩემთვის ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს როცა ეკლესიაში საუბრობენ სასულიერო პირები რომ არამდენი პრობლემაა ჩვენს გარშემო და რა გვეშველება და როგორც წინ აღუდგეთ მე ვეუბნები ხოლმე რომ გამოძვა ხანდახან დონ კიხოტები ჩვენ შიგნით უნდა ვიხედოთ ჩვენ თავზე დავიწყოთ ღვთისმსახურებით სადაც ღვთისმსახურება მოუწესრიგებელია და მღვდლებმა არ ვიცით როგორ წიროთ სანამ ეს პრობლემა არსებობს ანუ სანამ არ ვიცით ქრისტესთან საიდუმლო სერობაზე როგორ ვიჯდეთ და როგორ ვიმყოფებოდეთ არაფერს არ იშურება არაფერი არ გამოდის და არ ვიცით კი არა და გვეშლება კი არა პირდაპირ კოშმარია შეიძლება თქვა ზოგიერთ საკუთრებას შეხვდები მე ამას ხმამაღლა იწვი ზოგიერთ არ მოეწონება გირეკავენ აბა ეს რა თქვი და როგორ თქვი და რანაირად თქვი კი ბატონო მე გავჩნდები მაგრამ ამით რამე შეშველება რამე გამოსწორდება გავჩნდები ხმას არ ამოვიდა და ბოლო ვიტყვი რამენაბრებ რაც მათის უქმნიათ რა მე რაც დამალავდა ღმერთმა ჩემს საკუთრებაში სადაც მე ვსახურობ იქ ესე იგი ვეცები და დანარჩენი სხვა მიდარბე არა ამით რამე შეშველება ქვეყანას ჩვენს ეკლესიას უკეთესობისკენ ტრავა თუ გავესწრებო წინა საუკუნის ოციანისლებს ისე დაგვერევიან და დახვრიტავ კი ბატონო დახვრიტავ ქრისტეს სიყვარულისათვის დახვრიტავენ სათავარ ეხლას მაგრამ საინტერესო ყოველთვის ქრისტეს სიყვარულისათვის ხვრეტავენ მე ესე დროს თუ ჩვენი ცოდვების გამოც ეგეც საინტერესოა აგერ ოციანისლების ის ერთ-ერთი შემთხვევა მახსენდება ციხესიმაგრეს ასახლებდნენ და იტალიან ბელსახლები დახოცეს ერთ-ერთ ციხეში და რა ზუსტად არ მოხდა შეიძლება თქვენ წაკითხული გაქვთ ესეთი რამე აკრელო ის მღვდლები რომლებიც აღსარებლები იყვნენ და მართლა თავისი უფლისადმი სიყვარულის გამო იყვნენ დევნილი და მოკლული ესე იგი მათი სხეულები ეს ეყარა და მე ვირთხები იყვნენ და ვირთხები ჭამდნენ მიცვალებულებს არც ესეთ სასულიერო პირს ვირთხარ მიეკარა მათი ხორცს პირი არ დააყარა ხოლო ის სასულიერო პირები რომლებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ როგორც მღვდლები და როგორც მღვდლები იმთო დაიჭირეს ისინი ვირთხების მიერ იქნენ შეჭმული ეს ერთ-ერთი ნიშანი იმის მაგრამ მამა ანდრია მაგათ ჩვენ ხშირად ვიხსენებთ მღვდელ მომოსული როცა მოკლეს ის არის მოტამ ეს საინტერესოა კანონიზაცია წინა მოხდეს მისი იმიტომ რომ ნახეთ როგორი პასუხი გასცა საოცარი იყო მისი პასუხი чья земля абхазская или грузинская ხო ამ გაგებით ეკითხებიან აფხაზები чья земля მას რო ეთქვა грузинская земля იქნებოდა აბსოლუტურად სწორად მაგრამ მეორეს შეიძლება ვეფიქრა რომ პროვოცირება გაუკეთა და აფხაზები განარისხა და ამიტომ მოკლეს მაგრამ მამაზია საოცარ პასუხს იძლევა ბოჟая земля ეს იყო აღსარებელი სიტყვები და ბოჟая земля რო თქვენ თავს მოკლეს და ესო ჯერები ეს მისი აღსარებლობა და წმინდანობა დახურდება იმითაც რომ ის გამორიდებული იყო ჩამოსული იყო რაღაც საქმე და თბილისში და როგორც გასწოდა სიტუაცია კი არ დამიმალა თბილისში შეიძლება რომ იმალებით ხოლმე არამედ პირიქით წავიდა და мотивация ძალიან მარტივი იყო და ლოგიკური სადაც ჩემი დაძერია მეც ხუნა და ცოცხალი თავი პერიოდებოდა არ გავიდა უკვე როგორი გმირული სული იყო და მე გადასულდა იმითაც რომ ახლა თვითონაც ვისაუბრია მე ის გარდაცვლილი რომ იყო ესე იგი ძალიან სიცხე იყო მრავალი გარდაცვლილი იყო მიცვალებულები ყოლდებოდნენ ზეგი აი დინარესავით იყო და სისხლის კი არ შეძებდა ეს სიცხეში უმეტესად უკვე გვამის გახსნილი სისხლის შეძება და აი თითქოს აი ახალ გარდაცვლილი იყო მთელი რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ვიცი აი ესე ანუ ჩვენ დღეს როდესაც ესე გონია რომ სულ ესე იქნება სულ ესე არის და სამართლიანაც არ იქნება იმიტომ რომ ჩვენ არ ვწყობ ჩვენ ვერ შევიშნოვეთ ის სიმშვიდე და ის კეთილი მოყრობა ხალხისაგან რომელიც ჩვენ გვაქვს ვერ შევიშნოვეთ და გგონია რომ ეს ქვეყანა ჩვენია ეს ქვეყანა ჩვენი არ არის
ერთგვარად ღვთის არის და ჩვენ თუ არა ვართ ღვთისა, მაშინ შესაბამისად მივიღებთ კიდევ. მაგრამ კიდევ მეორე გლობალურად საკითხების გამოსწორებას ვერ ვახერხებთ ჩვენ, არა გვაქვს ამის უნარი და არ შესაძლებლობა. ყველა თავის თავიდან ასწორებს. თუ ჩვენ ვტკივართ, მე თუ ვტკივარ, თქვენ თუ ვტკივართ ის რა ხდება და თუ არ ვტკივარ, ეს თალკე პრობლემა როგორ შეიძლება არ ვტკივდეს, იმიტომ რომ გაციტოკაცებული ეკლესია არ არსებობს. ეკლესია არ ახარ შენ, ეკლესია ვართ ჩვენ, ერთობა, ქრისტეს სხეული ვართ, ხო? და ქრისტეს სხეული, სხეული არ შეიძლება მარტო თვალი იყოს, მარტო ცხვირი იყოს, მარტო ყური იყოს, უნდა თვალიც იყოს, ცხვირიც, ყური, წინით, ყველაფერი უნდა იყოს. ერთობა, ერთად ვართ ქრისტეს სხეული. ამიტომ უნდა გვაწუხებდეს და თუ გვაწუხებს, გამოსწორების შესაძლებლობა არის ერთადერთი. თითოეულმა ჩვენთაგანმა ვისწავლოთ სწორესულიერის ცხოვრება, ვისწავლოთ საკუთარ თავში ჩაღმავება, ვისწავლოთ სინანული და მისი გამოთქმა, რასაც სახსარება ქვია, ვისწავლოთ ზიარების მადლის მიღებასა და გაფრთხილებასა. და ამის შემდეგ ჩვენს გარშემო და მოხდება რაღაც ცვლილებები. ჩვენს გარშემო მოხდება, ღმერთისგან მოხდება, ღვთის მადლით მოხდება, შენი გულიდან გამომდინარე რომ იქნება, იმ მადლით მოხდება მე. ღმერთი შეგვეწიროს და შეგვეწიროს დღევანდელ ხსენებული წმინდანები, ჩვენი დიდი მამა გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საოცრად ჩამოძერკილ სახარებას და წმინდა წერილს კითხულობს და ასევე კირილო მეორე, რომელიც ჩვენმა უღმერთობა, ჩვენმა არ ვიცი რა ამპარტავლულმა და უღმერთო და უშჯულო სულმა ჩვენი ერისამ იმსხვერპლა ილია ჭავჭავაძეს მერე და კირილოს ყველობა ჩვენმა ერმა დაადასტურა, რომ ილიას ყველობა არ შეუნანებია და დღემდე არ შეუნანებია. ერთი შეგვეწიოს სინამდვილე მოხსეს და შეგვეწიოს ჩვენებული წმინდანები.